შპალერის არჩევას თურმე რამდენი დრო სჭირდება? მოგესალმებით. მოკლედ, ეს დღე დავუთმეთ შპალერის არჩევას მხოლოდ ერთი ოთახის. რამდენიმე სავაჭრო ცენტრში ვიყავი და საბოლოო ჯამში ისე აღმოჩნდა, რომ დიდუბეში რომ საბითუმოებია, იქ ამოვყავით თავი და ბოლოს მაინც იქ ვიყიდეთ. ვეძებდი სადას, სქელს და არც ძალიან ძვირს, არც ძალიან იაფს, თუმცა სქელი იაფად ცოტა ძნელი საშოვნი იყო. თავიდან ეს ულამაზესი შპალერები დავათვალიერეთ. აქაც მომეწონა რამდენიმე, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ სხვაგანაც წავსულიყავით და იქაც გვენახა. ამასობაში იმ საბითუმო საწყობებში კარებებიც მოვინახულეთ და ძალიან კარგი კარებების არჩევანი ვნახე და სავარაუდოდ იქ გავაკეთებთ შეკვეთას კარების. ამ კონკრეტულ სავაჭრო ცენტრში ძალიან კარგი არჩევანი იყო საბავშვო შპალერების და გადავუღე კიდეც ძალიან მომეწონა. შეიძლება ბავშვს ეს დეკორი, ბავშვის ოთახის მოწყობის დროს ეს დეკორიც გამოიყენო. ძალიან ლამაზი და საყვარელი ოთახი გამოვა ამ შპალერი. ასევე მაღაზიაში შემოგთავაზეს წებო შპალერისთვის, რაც უნდა გავაკრათ. თვალე უკვე გავასუფთავებთ პირველ სართულს. დრისგან გავწმენთ, რომ არ დაისვაროს და შემდეგ არ დაეტყოს ეს ნარჩენების კვალი შპალერზე და გავაკრავთ შპალერს ჩვენ თვითონ. საბითუმო მაღაზიაში სადაც ვიყიდეთ, როგორც ჩანს, ფასის დაკლებაც მოსულა და ჩვენც დაგვიკლეს. რაღაც სხვა მაღაზიებიც დავათვალიერეთ, საწყობები, სადაც აბაზანის ინვენტარი იყიდებოდა, იქაც გვეუბნებოდნენ, რომ ფასის დაკლება შეიძლება. ანუ მოკლედ, სადაც მოხვდებით მსგავს მაღაზიაში, ყოველთვის იკითხეთ, ბოლო ფასი რა არის. ჩვენ თითქმის ყველგან გვთავაზობდნენ ფასის დაკლებას. ესე გაგებრანჭეთ ცოტა. ძალიან მომეწონა ეს ლამაზი დეკორატიული შპალერებიც, თუმცა ამას იმ კონკრეტული ოთახისთვის ნამდვილად ვერ გამოვიყენებ, რისთვისაც მჭირდება. კარებებიც რამდენიმე მომეწონა და საბოლოო ჯამში გავაკეთებთ არჩევანს ალბათ და ასე წამოვედით სახლში ხელდამშვენებული და იქვე პატარა სასადილოშიც მივირთვით ესეთი გემრიელობა. თუ მოგწონს მსგავსი კონტენტი და გაინტერესებს როგორ დამთავრდება ოთახი, მაშინ გამოიწერე ჩემი არხი. აბა დროებით.